ამერიკული დაკრძალვა ქართული ქელეხის თანხლებით. ამერიკული ცხოვრების წესის თავისებურებანი ყველაზე მეტად ექსტრემალურ სიტუაციებში იჩენს თავს. ამაში თავადაც მრავალჯერ დავწმუნდი, მაგრამ ჩემი კეთილი დიასახლისის გარდაცვალებამ კიდევ ერთხელ შემაჯახა შუბლით სიკვდილს. სიკვდილის შესახებ იმდენი თქმულა და დაწერილა, მე რაღა უნდა ვთქვა, თუმცა კი იმ პერიოდში, როცა დეიდა სვეტამ საავადმყოფოს კედლებში მიაბარა სული უფალს და მე და დიმა ბაზელის სულიერ ღირებულებებს და მაღალ მატერიებზე ფიქრობდით, ლამის ტვინი გადამიბრუნდა. ისეთი ამბების მომსწრე გავხდი. საავადმყოფოში ნანახსა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს სიკვდილი და კომერცია უწოდე. უფრო სწორად, სიკვდილი და ფული, რადგან ისეთ ყოველმხრივ უზრუნველყოფილ ქვეყანაში, როგორიც ამერიკაა, ფული სიკვდილის შემდეგაც მთავარ როლს ასრულებს. მოკლედ, რაღა ბევრი გავაგზელო, ჩემი გრძნობები იქ არავის აინტერესებდა. ამერიკა თავის კაც კანონებს გთავაზობდა, ჩვენ კიდევ არაფრის შეცვლა არ შეგვეძლო. დეიდა სვეტას აუხდენელი დარჩა უკანასკნელი სურვილი, სიკვდილის წინ ენახა თავისი ქალიშვილები. მისმა უფროსმა შვილმა, ნატაშამ, დილის 7 საათზე შემოაღო პალატის კარი და ხმამაღლა აქვითინდა. ნატაშას მაღალი ქერა მამაკაცი აღდა თან, რომელიც მისი ამერიკული მეუღლე აღმოჩნდა. ამერიკელი ჭირისუფალი სიძე, რომელსაც მგონი სიდედრი მხოლოდ ერთხელ ჰყავდა ნანახი, შუა ოთახში უხერხულად იდგა. ნატაშა ისე ტიროდა, რომ ვერ გაუძელე. პალატიდან გამოვედი და ფოიეში დასჯილი ბავშვივით საცოდავად მოკუნტულ დიმას გვერდით მიუჯექი. უძილო და დაღლილი კი ვიყავი, მაგრამ არ გამომპარვია, რომ ჩვენ გარშემო უცნობი ადამიანები ტრიალებდნენ. უფრო სწორედ, შავ სადღესასწაულო სმოკინგებში გამოწყობილი მამაკაცები, რომლებიც თავდაპირველად ვიღაცის ჭირისუფლები მეგონა. სმოკინგენიანები ნერვიულად სცემდნენ ბოლთას და მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს გარეგნობით სულაც არ ჰგავდნენ, მაინც ჰქონდათ რაღაც საერთო და ეს საერთო იყო აშკარად ხელოვნური, მხოლოდ კარგად დამუშავებული მანერები. სახეზე ისეთი დარდი აღბეჭდოდათ, თავიდან მეც შეცდომაში შემიყვანეს. დიმა, თუ კაცი ხარ, ერთი ეს მითხარი, ეს ხალხი ვინ არის? დეიდა სვეტას ნათესავები მეგონა, მაგრამ მერე გავიგე, რომ დამგზელავი ბიურიდან ყოფილა. მერე ამ დილა ადრიან აქ საიდან გაჩნდნენ. არც დიმა მიცოდა, საიდან დაგვესხნენ თავს. ეს მამაკაცები ამ დილაუთენია და ხრები აიჩეჩა. ერთ-ერთმა ეტყობა შეამჩნია ჩვენი ყურადღების ცენტრში რომ მოექცნენ. ცოტა ხანს მათვალიერა, ბოლოს გაბედა ჩემთან მოსვლა და თავაზიანად მომმართა. უკაცრავად, თქვენ გარდაცვლილი ქალბატონის ნათესავები ძანდებით? დიახ, ნათესავები ვართ, უპასუხე. აბა ხო არ ვეტყოდი, მდგომარეები ვართ მეთქი. შეგვიძლია ჩვენი სამსახური შემოგთავაზოთ? ყველაფერი უმაღლეს დონეზე შესრულდება. ფასები ძალზე მისაღები გვაქვს. აგენტმა ერთი მეორის მიყოლებით ჩამომითვალა მომსახურების სახეობები. ბალზამირებას გაგიკეთებთ. უმაღლესი ხარისხის კუბოში ჩაგაწვენთ. საფლავს გაგითხრეთ. მე გამითხრით საფლავს? სიმწისგან გავიღიმე. უკაცრავად მაპატია, თქვენ კი არა გაგითხრეთ საფლავს. თქვენს მიცვალებულს ალბათ თქვენი ბებია იყო არა? თავდახრილი აგენტი შეცდომის გამოსწორებას ცდილობდა. თავდაპირველად დიმა თითქოს არ გვისმენდა, მაგრამ ბოლოს მაინც ვერ მოითმინა და ჩუმად ჩაიფხუკუნა. რა გაცინებს? გიხარი არა, რომ მითხრიან სამარეს. თვითონაც ვერ შევნიშნე, რომ ისე მოვედი ხუმრობის ხასიათზე. ამასობაში მეგობარს მეორე აგენტი მიეშველა, რომელიც როგორც გაირკვა, სულაც არ იყო პირველის მეგობარი, თურმე სულ სხვა დამგზავრებულ ბიუროს წარმომადგენელი ყოფილა. მოკლედ, ისიც ნასწავლი და თავაზიანობით მომიახლოვდა და გამომიწოდა ეგრეთ წოდებული პრაის ლისტი, დამგზავრებულ ბიუროს პრეისკურანტი. მეორეს მესამე მოხვა, მესამეს მეოთხე, ყველას ფერად-ფერადი, რა თქმა უნდა, რუხი სამგროვიარო ფერის, ფურცლები ეჭირა. უაზროდ მეჭირა ხელში სააგენტოების ფურცლები, ბოლოს მოვიფიქრე და სიტყვით გამოვედი. ჯენტლმენებო, მე დაკრძალვის საკითხი არ მეხება. უმჯობესია გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიმართოთ და პალატის კარისკენ მივანიშნე. აგენტებმა ახლა უკვე უკმაყოფილოდ ამათვალიერეს და ამჯერად
პალატის წინ დაიწყეს ძმუკვა. ამ დროს ნატაშას მეუღლე გამოვიდა. არც დაფიქრებულა პირდაპირ აგენტებისკენ წავიდა. 4-ვეს გამოართვა პრაის ლისტები, სათვალე მოირგო, იქვე სკამზე მოკალათდა და პრეისკურანტების შესწავლას მიჰყო ხელი. პერიოდულად ჩერდებოდა და რაღაცას გუნებაში აანალიზებდა. ეტყობა ანგარიშობდა, რომელი ბიუროს მომსახურება დაუჯდებოდა უფრო იაფი. თითოეული აგენტი საკუთარი ბიუროს რეკლამირებას განაგრძობდნენ და ყველანაირად ცდილობდნენ დაერწმუნებინათ კლიენტი საკუთარი ფირმის უპირატესობაში. მე და დიმა დაბნეულები ვადევნებდით ამ ყველაფერს თვალყურს და გაოცებას ვერ ვფარავდით. საბრალო მოხუცვის სხეული ჯერა გაცივებულიყო, აგენტებს კი ერთი სული ჰქონდათ, როდის დაითრევდნენ შეკვეთას. ეს არც იყო გასაკვირი, რადგანაც როდესაც სარიტუალო მომსახურების ფასით დავინტერესდი, თვალები შუბლზე ამივიდა. შემეცოდა ამერიკელები, რომ ასე ძვირი უჯდებათ იმ ქვეყნად გადასახლება. სამგლოვია დღეებმა მშვიდად ჩაიარა. დეი და სვეტას ნესტი დამგზალავი ბიუროს დარბაზში დაასვენეს. 7 კლასიკური მუსიკაც გემოვნებით იყო შერჩეული. ამერიკელმა სიძეებმა, როგორც იქ არის მიღებული, ისე მიაგეს პატივი მიცვალებულს. ოღონდ ეგ იყო, მისა სამძიმებლად ძალიან ცოტა ხალხი მოდიოდა. დარბაზი თითქმის მუდამ ცარიელი იყო. დაკრძალვაზეც სულ 15 კაცი იქნებოდა. ქალიშვილები თავიანთ ქვნებთან ერთად, 1-2 მეზობელი, მე დიმა და 6 ქართველი, რომელთანაც მკითხველისთვის უკვე კარგად ნაცნობი ჩემი წნორელი მეგობარი გივი თავკაცობდა. ფიქრობ გაგახსენდა წნორელი ლომი, რომელიც თავბრუს ახვევდა ამერიკელ ლამაზმანებს. როდესაც გივის ვკითხე, შენ საიდანღა გაიგე ჩემი დიასახლის გარდაცვალების ამბავი მეთქი, მიპასუხა, ბიჟაზე რამდენჯერმე ვიყავი შენ სანახავა და რომ აღარ გამოჩდი, გავიკითხე და ეგ ამბავით მითხეს. ვიცოდი როგორ გიყვარდა რუსი ბაბუშკა და მოსასამძიმებლად მოვედითო და თავის ამქარზე მიმითითა. მერე დაზინა, ბოლოს და ბოლოს ჩვენთვისაც ხომ ბევრჯერ უცია პატივი. გამახსენდა რამდენჯერ მიმიყვანია ქართველი თანამემამულეები დეი და სვეტას სახლში, რამდენჯერ გაუშლია გემრიელი სუფრა, ჩემს კეთილ დიასახლის და მოგფერებია ნოსტალგია გამოძალებულ ბიჭებს. დეი და სვეტა ამერიკის მიწას მივაბარეს. ხალხი იშლებოდა, ამერიკელი სიძეები მოვიდნენ და ისე ჩამომართვეს ხელი, თითქოს ჭირისუფალი მე ვიყავი და არა ისინი. ნატაშაც მომიახლოვდა. შენ ძალიან მადლიერი ვარ, მითხრა. თან დაზინა, 2 დღეში გამოგივლით და ბინის საკითხზე მოვილაპარაკოთო. კაკო, ეს ხალხი ასე მიდის, გაუკვირდა გივის. ხო, მიდიან, უპასუხე დაბნეულ. მოიცა, კაცო, ისე მიდიან, შესანდუბასაც არ უნდა თქვან, მოხუც ერთი ჭიქა ღვინო მაინც არ უნდა წაუგზიოთ, აბობოქდა წნორელი ლომი. ალბათ აქ ასეა მიღებული, ჩემო გივი და აქაურ წესებს მე ხომ არ შევცვლი. უჯიგროები ყოფილა. ძმაო, წამო, ჩვენც მაინც მოვიხსენოთ გარდაცვლილი სული. გაცხარდა გივი. ხარზე ხელი გადამხვია, ბიჭებს დაუძახა და სასაფლაოს გასასვლელისკენ ყოჩივით გაგვიწვა. ისე რამე რომ იყო შენი ხაზეიკის სიძეებისთვის ხომ არ დაგვეძახა, გადმომხედა გივი. კი მაგრამ სად უნდა დაუძახოთ, სადაპირებ წასვლა. სადა დეი და სვეტას ერთი ჩვენებური ქელეხი უნდა გადაუხადოთ. ვაჩვენოთ ერთი ამ სირისტიან ამერიკელებს, ვინ ვარ ჩვენ ქართველები. ეშხი შევიდა გივი. რატომაც არა, ბოლოს და ბოლოს მაგათ მოუკვდა ციდეთი, მე კი არა. წამოვიძახე და მივხვდი, რომ ჩემში ერთდროულად გაიღვიძა სიამაყის და შესანიშნავი ტრადიციის ერთგულების გრძნობა. ნიკ, გავძახე ნატაშას ქმარს, რომელიც უკვე მანქანაში ჯდებოდა, გაოცებულმა შემომხედა, ვერ მიხვდა რატო ვეძახდი. ნიკ, ეს ბიჭები ჩემი სამშობლოდან არიან, საქართველოდან. ახლა ჩვენ რესტორანში მივდივარ და თქვენც გეპატიჟებით ყველას. მომახიანად წარმოთქვი. ვინმე დაბადების დღეა, ასეთ უადგილო შეკითხვას ნამდვილად არ ველოდე. არა, დეი და სვეტას შესანდობარი გვინდა შევსვათ. განვაგრძე მე, მაგრამ ეტყობა ინგლისურად სათანადოდ ვერ განვმარტე. თუ რას ნიშნავდა შესანდობარი. ისეთი გაუგნებელი მიყურებდა, კაცი იფიქრებდა 5 უცნობიანი განტოლების ამოხსნას თავაზობდი. ნატაშა, შენ მაინც მიშველე, ხომ ხარ ქრისტიანი მართლმადიდებელი? აუხშენი შენ ქმარს, რას ნიშნავს შესანდობარი, რას ნიშნავს მიცვალებულის პატივისცემა, სუფრა და წამოდი ჩვენთან ერთად, მივმართე ნატაშას.
კაკო, მე კი მივხვდი თქვენ რასაც აპირებ, ისთვისაც მადლობის მეტი რა მეთქმის, მაგრამ ნიკი არ გონია, წამოვიდეთ, ხვალ სამსახურშია წასასვლელი. შენც მათ ყაიდაზე გადასულხარ მეთქი. გავიფიქრე, მაგრამ პოზიცია მაინც არ დავთმე. შენ წამოიყვანე და სამსახურს როგორმე მოევლება. არ მოვეშვი ნატაშას. დეიდა სვეტას ქალიშვილმა მეუღლე გვერდზე გაიყვანა და რამდენიმე წუთის მანძილზე უხსნიდა თუ რა გვინდოდა და ჰოი საოცრება ნიკი დაგვეთანხმა, უფრო მეტიც ძოლის და ქვისაც თავიდანვე სთხოვა ჩვენთან წამოსულიყვნენ. მაგარია, საქართველო, მაგარი. იქვე ახლოს შვენიერი კაფე მოვძებნეთ. სახელდახელო სუფრაც გაიშალა. ვეცადეთ იქაური მენიუ ჩვენებურისთვის ოდნავ მაინც მიგვემსგავსებინა. წყნარელმა ლომმა დავალება მომცა. ზარეულისთვის ხაშლამისა და შილაფრავის შეკვეთა მიმეცა. დიდხანს ვუხსნით ზარეულს ქართული კერძების მომზადების წესს. კელეხ წნორელი ლომი უძღვებოდა. რა თქმა უნდა ქართულად. თარჯიმნობა დიმამ აიღო საკუთარ თავზე. პირველი სადღეძელო ყოფნა არ ყოფნის სევდისა დაელია. დეიდა სვეტას ნათელი სულის შესანდობარი ყველას ბოლომდე დაალევინა, ასე მტერი დაგეცალოთო. დააბახუნა და დიმამ რომ ეს სიტყვები თარგმნა, სიძეებმა ქუხარი ტაში შემოსხეს. დრო და დრო გივი საუბარს წყვეტდა. ხან ერთ სიძეს უთმობდა ხოლმე ეთერს, ხან მეორეს. ისინი შევიდნენ როლებში და თქვენ წარმოიდგინეთ, მოეგნენ კიდეც ქართულ კელეხს. გივის არც დეიდა სვეტას გარდაცვლილი ახლობლები დავიწყებია და არც მისი შვილიშვილები, რომლებიც მის სიცოცხლეს აგრძელებენ და არც მისი სამშობლო. მოკლედ გივი ისე მჭერმეტყულიურად ლაპარაკობდა და დიმა ბაზელიც ისეთი ოსტატობით თარგმნიდა მის ადგილზულებს, რომ იქ ყოფი ქართველები კიდევ ერთხელ ავივსეთ სიამაყით იმის გამო, რომ ვინაჩუნებდით მამაპაპათა ტრადიციებს, რომ გმირი წინაპრების ადაწესებს აქ ამერიკაში ამუზარმაზარ 18 მილიონიან ქალაქში. ვეებეთელა სინით მარილ ოხრახუშ მოყრილი ხაშლამა შემოიტანეს. ოხშივარი მადის აღზრდად აზდიოდა. ნატაშას და მის დას ტანიას გაეღიმათ ხაშლამის დანახვისას. ტანია მითხრა ერთხელ დები მცხეთაში მოხვდით დაგზალვაზე და იქიდან მახსოვს ხაშლამის გემო. 5 საათმა ისე გაირბინა, ვერც კი შევამჩნიეთ. ჩვენი განწყობა კაფეს მომსახურე პერსონასაც გადასდებოდა და თავს დავტრიალებდნენ. სუფრაზე ისეთი სიყვარულისა და კეთილგანწყობის ატმოსფერო სუფევდა, უკეთეს ვეც ინატრებდი. იმ მომენტში ჩვენზე, სუფრასთან მყოფ ქართველებზე, ბედნიერი დედამიწის ზურზე არავინ მეგულებოდა. გივი ისეთი გულის ამაჩუყრებეს ადგილზულებს ამბობდა და ისე მინდოდა დიმას არც ერთი ფრაზა არ გამორჩენოდა, რომ გული გაუწვრილია, ყველაფერი ზუსტად უთარგმნე მეთქი სიძეებს. მინდოდა ისინი და მათი რუსი მეუღლეებიც ბოლომდე ჩასწვომოდნენ ქართულ ხასიათს. ეგზნოთ ის სიყვარული, რომელიც სრულიად უანგაროდ შეგვიძლია ვაჩუქოთ უცხო ადამიანებსაც და რომ სიკეთისთვის ყოველთვის სიკეთითვე ვიხდით, ხოლო ჩვენ მიერე სხვისთვის გაწეული სიკეთისთვის სამაგიეროს არ ვითხოვთ. ამერიკელებს მართლაც მოაწონეთ თავი. ისინიც აკვდნენ სადღეძულოებში. ბოლოს ნატაშა მომიახლოვდა, ცრემლი მოიწმინდა, მაკოცა და ჯუმად მითხრა. აკაკი, დიდი მადლობა ყველაფრისთვის. მადლობა ასე ყვარებიათ საცოდავი დედაჩემი. მაგრამ შენ ვერ ამჩნევ და ამ სუფრაზე ერთი გასაოცარი რამ ხდება. უკვე 6 წელია ნიკი ჩემი ქმარია და ასეთი აღტაცებული და მზნობიარი არასოდეს მინახავს. ვერ წარმოვიდგენდი თუ ნიკს ტირილი შეეძლო. აბა შეხედეთ ამადას ისე უსმენს. თითქოს ყოველი ქართული სიტყვა მისთვის გასაგები იყოს. ნიკისკენ გავიხედე, ის მართლაც თვალს არ აშორებდა წნორელ ლომს, ყური კი დიმასკენ ჰქონდა მიყრობილი. ემოციებს ვერ ფარავდა და რაც ყველაზე თვალში საცემი იყო, ცრემლები მოსდიოდა და სულად ასწილობდა ამის დამარვას. დრო და დრო აღტაცებით წამოიძახებდა. Good Georgia, good. ესე იგი, მაგარია საქართველო, მაგარი. ბოლოს სუფრაზე შილაფრავი შემოიტანეს. გივიმ საიდანღაც სანთლებიც გააჩინა და ყველას ჩამოგვირიგა. კიდევ ერთხელ დაილია დეიდა სვეტას შესანდობარი და კიდევ ერთხელ გამიჩნდა სურვილი ხმამაღლა მეყვირა იქ შორეულ ამერიკაში. მართლა მაგრები ვართ ქართველები. ამერიკაში ახალ მოგზაურობათა მოლოდინში.
დამთავრდა ამერიკაში ჩემი ცხოვრების ერთი მონაკვეთიც. ამ ქვეყანასთან პირველი შეხვედრის, პირველი შეხებისა და განცდა ნაზავი. თითქოს აბობოქრებულ ზღვის ტალღებში თავის გადარჩენას ვცდილობდი. არ ვიცი, როგორ შევძელი ჩემი შესაძლებლობების დემონსტრირება, მაგრამ ბედით ასე თუ ისე კმაყოფილი ვიყავი. თანაც მომდევნო ეტაპი ჩემი ამერიკული მოგზაურობისა მართლა მოგზაურობა იყო. თუ პირველ თვეებში ხშირად ვიცვლიდი და 1000 სამუშაოს ვასრულებდი, ეს პრობლემა ახლა წარსულს ჩაბარდა. ხუმრობა საქმე ხომ არ იყო პროფესიონალი მძღოლეს ამერიკელი მოწმობა მედო ჯიბეში. ამ მოწმობამ ავეჯის გადაზიდვის კომპანიაში მიმიყვანა. ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მიწევდა ავეჯის გადატანა. ამისთვის ფულს მიხდიდნენ და რაც მთავარია, საშუალება მეძლეოდა კიდევ უფრო ახლოს გავცნობოდი ამ მართლაც გასაოცარ ქვეყანას, თანაც არა როგორც ტურისტი, არამედ როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე. ოდა ძვირფასო მკითხველო, მინდა ახლა თქვენს მოგატაროთ ამერიკის ქალაქები, თუმცა მანამდე ერთი ეპიზოდსაც მოგიყვებით, რომელიც იქაურთა ფსიქოლოგიის ერთ მხარეს გაგაცნოთ. ნიქს ისევ არ ესმის ქართველების. დეიდა სვეტას დაკრძალვის შემდეგ მე და დიმამ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი რიტმით განვაგრძეთ ცხოვრება. სატვირთო მანქანის მართვის მოწმობა კი მქონდა ხელთ, მაგრამ სასურველ სამუშაოს ვეძებდი. მინდოდა ახლა მაინც მეგზნო თავის სრულფასოვან მოქალაქედ. ამიტომ სანამ სამსახურს მოვძებნიდი, თავისუფალ დროს დიმა ბაზელთან ერთად შრომის ბიჟაზეც მივდიოდი. ხშირად ერთად ბრუნდებოდით შინ, უფრო ხშირად კი ცაცალკე. ჩვენი კეთილი მოხუცი დიასახლისის გარდაცვალებამ, რა თქმა უნდა, გული დაღწვიტა, მაგრამ თუ ასე იმოქმედებდა, ნამდვილად არ მოველოდით. ეს რუსი ქალბატონი თითქოს რაღაც უხილავი ძაფებით სამშობლოსთან გვაკავშირებდა. დრო და დრო მოძალადებული ნოსტალგია სწორედ დეიდა სვეტას წყალობით ხდებოდა. ადვილი გადასატანი. ახლა კი ნოსტალგიას ახლობელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული ტკივილიც დაემატა. დიმაც შეეცვალა. საღამოობით მიუჯდებოდა ტელევიზორს, კიდეც უყურებდა და არც უყურებდა. არც ჩემთან ლაპარაკს, მით უმეტეს კამათს ხალისი ჰქონდა. მხოლოდ 1-2 სიტყვას გადაუგდებდით ერთმანეთს. მოვალეობის მოხდის მიზნით ეგ იყო და ეგ. რამდენიმე დღის შემდეგ კი ისიც აღმოაჩინე, რომ შინ თითქმის არაფერს ვჭამდი. მაცივარში ხელუხლებლად ეწყო პროდუქტი, თითქოს რაღაც უხილავი ძალა გვაკავებდა, სამზარეულოში არ გვიშვებდა და იმის უფლება არ ჰქონდა, რომ დეიდა სვეტას სამფლობელოში რაიმე შეგვეცვალა. გადიოდა დღეები, მე და დიმა კი ისევ გაურკვეველ ვითარებაში ვიყავით. არ ვიცოდით რა გველოდა. იქ დავჩებოდით თუ ახლა თავშესაფარი უნდა მოგვეძებნა. უბრალოდ ვისხედით და მოვლენების შემდგომ განვითარებას ველოდით. მე-6 თუ მე-7 დღეს ნატაშამ და მისმა ამერიკელმა მეუღლემ მოგვაკითხეს. ნიკი ისე გადაგვეხვია ლამის დავიჯერო, რომ ამ აყლაყუდა ქერა ამერიკის ჩვენზე უსაყვარლესი დედამიწის ზღვაზე არავინ არ ეგულებოდა. თვალები ეშმაკურად უციმციმებდა და აშკარა იყო რაღაც სასიამოვნოს თქმას აპირებდა. უფრო მეტიც, ცხადი იყო ამერიკას ჩვენთვის სიურპრიზი ჰქონდა მომზადებული. ნიკმა შინაურებივით მოგვიკითხა. მერე სავარჯეში დიდკაცურად მოკალათდა და მრავალნიშნოვნად გადახედა ნატაშას. თავისხრივ ცოლმა თვალი ჩამიგრა, გამიხმოდა სასადილო ოთახში საკმაოდ ძიმე ყუთი შემომატანინა. რამდენიმე წუთში სახელდახელოდ სადღესასწაულო სუფრა გაიშალა, რომლის ფინალური აკორდი საგანგებოდ შეფუთული ბოთლების გახსნა გახდა. მაგიდაზე ქართულ-ინგლისური წარწერებით დამშვენებული ხვანჭკარა და ქინძმარული გაჩნდა. ორ-ორი ბოთლი. ნამდვილად არ იყო ადვილი ემოციების დაფარვა. ჩვენმა ახტოვანებამ ნიკი ძალზე გაახარა, რადგან აშკარად ეტყობოდა, რომ გულით უნდა ჩვენთვის სიამოვნების მონიჭება. თამადად ნიკი ავიჩიეთ. ლამის უაქცენტოდ გამოთქვამდა სიტყვას თამადა და ცდილობდა მაქსიმალურად ჭერმეტყველი ყოფილიყო. ნატაშაც ახტოვანებული გახდათ. ჩვენი დაძმაკაცები და სიამოვნებით წვრპავდა ხვანჭკარას. უკვე კარგად შეკეიფიანებული ვიყავით. როცა მან მე და დიმას გამოგვიცხადა. ბიჭებო, მინდა დედაჩემის ბინის შესახებ მოგელაპარაკოთ. ნიკია ისეა თქვენი ტახტოვანები, რომ უნდა ყველაფერი თქვენ დაგიტოვოთ. ვერ მივხვდით, ნატაშას ამით რისი თქმა უნდოდა. დედაჩემი ზოგიერთ ნივთს წავიღებ, იმას რაც ჩემთვის ძვირფასია. ავეჯს და დანარჩენ ნივთებს აქ დავტოვებთ. ბინას არ ჩავაბარეთ. ნიკის სახლის მეპატრონესთან ქირავნობის ხელშეკრულებას თქვენ სახეზე გადააფორმებს.
ამ განცხადებამ მე და დიმა გაგვაუცა და გაგვახარა კიდეც. ასეთ ხესაყრელ წინადადებაც ნერად თუ შემოგთავაზებდა ვინმე. თანაც ამერიკაში სამოთახიანი გაკრიალებული ავეჯით გაწყობილი ბინა ჩვენ განკარგულებაში გადმოდიოდა და თანაც საკმაოდ იაფა. თითქოს უნდა გაგვხარებოდა და დაუფიქრებლად დავთანხმდებოდით, მაგრამ მე და დიმამ ერთმანეთს გადავხედეთ. მივხვდით, რომ პასუხი ორივეს მზად ჰქონდა. სუფრასთან სამარისებული სიჩუბე ჩამოვარდა. ხმის ამოღებას პირველი ვერც მე ბედავდი და ვერც დიმა. ნიკი ხან მე გადმომხედავდა, ხან დიმას. დარწმუნებული იყო, რომ ეს წინადადება ჩვენთვის ძალზე ხელსაყრელი იყო და ვერ გაერკვია, რა გვაბკოლებდა. მისი ღიმილიანი საზეიმო გამომეტყველება გაუცებასაც გამოხატავდა. იცი ძალიან მაღლიერი ვართ, მაგრამ თქვენ წინადადებას ვერ მივიღებთ. როგორც იქნა ამოვღერღე და დანაშაულზე წასრებილი უნავარივი თავი ჩავღუნე. რატომ? უკეთესი შემოთავაზება გაქვთ? იქნებ რაიმე გაწყენინეთ? დაგვაყარა კითხვები ნიკმა. არა, რას ამბობთ? ლამის ერთდროულად უპასუხეთ მე და დიმა. ცუდ ვარიანტს არ გთავაზობ. ნიუ-იორკში ავეჯიანი ბინის დაქირავება თანაც ასე იაფად იოლი როდია გაგვიმარტა ნიკმა. ვიცით და ძალიან მადლიერიც ვართ ამ შემოთავაზებისთვის, მაგრამ არ შეგვიძლია. ჩვენ ძალიან შევეჩვიეთ დეიდას სვეტას. ახლობელი ადამიანები გვიყვარდა. აქ კიდევ ამ ბინაში თითოეული ნივთი მას გვაგონებს, სადაც იმამ ჩვენი გზნობების ახსნა. იცით ბიჭებო, ბოლომდე მაინც ვერ გავგიგეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგები ხართ. თანაც გულწრფელად ამბობთ იმას, რასაც ფიქრობ. ეტყობა უფრო ახლოს უნდა გაგიცნოთ, რომ თქვენ ხასიათს ჩავწვდე. მინდა სულ მცირე რამით მაინც დაგეხმაროთ, ხელი შეგიწყოთ, თუნდაც სამსახურის მოძებნაში. ბოლოს, როცა შეიტყო, რომ დიმა პროფესიით დიზაინერი იყო, თქვა, მე მყავს მეგობარი, რომელსაც მანჰეტენზე ერთ-ერთი დიდი საპროექტო კომპანიაში სოლიდური პოსტი უკავია. ხვალვე დაურეკავ და ვკითხავ, იქნებ რაღაც სამუშაო გქონდეს შენთვის. ორ დღეში მე და დიმა ჩვენი ბარგი ბარხანიანად 3-4 კვარტის მოშორებით მცხოვრებ ქართველებთან გადავედით. მართალია ისეთი გაკრიალებული და კომფორტული ბინა არ იყო, როგორც დეიდა სვეტასი, მაგრამ იქ თავს უფრო მშვიდად ვგრძნობდით. ნიკმა ჩვენთვის მოცემული დანაპირები არ დაივიწყა. თავის არქიტექტორ მეგობარს დაუკავშირდა და ახლა დიმას იბარებდნენ მის კომპანიაში. მეს გამიმართლა ავეჯის გადამზიდავი ერთ-ერთი კომპანია ავირჩიე. სამსახურის თუ ქალისთვის. რამდენიმე დღე სასურველი სამსახურის ძებნისას გაზეთების ფუცვაში გავატარე. ბევრგან დავრეკე კიდეც, ზოგან მე არ მოვეწონე, ზოგი შემოთავაზება თავად დავიწუნე. ბოლოს კი ერთმა განცხადებმა მიიქცია ჩემი ყურადღება. განცხადება იწყებოდა, რომ ავეჯის გადაზვდის კომპანია All Point America, ამერიკის ყოველი წერტილი, სარფიან სამსახურს თავაზობდა პროფესიონალ მძღოლებს. ჩემი დაინტერესება ორმა გარემოებმა გამოიწვია. ერთი, რომ ამერიკის ყოველ კუთხე კუნჭულში შეიძლებოდა მოხვედრილიყავი და მეორეც, კარგი ანაზღაურება მექნებოდა. ამაზე მეტი ახლა რა უნდა ვინატრო მეთქი. გავიფიქრე და განცხადებაში აღნიშნული ტელეფონის ნომერი ავკრიფე. ჰელო, ბედმა გაგიღიმა, რომ ჩვენთან დარეკეთ. ისეთი სასიამოვნო ხმით მიპასუხეს, სულ ერთიანად დავდნი და ლამის დამავიწყდა, რისთვის ვრეკავდი. ხმა და მოვისუნთქე და შევეცადე, რაც შეიძლება მეტი სითბო ჩამეღვარა ხმაში. მძღოლის ვაკანსიის თაობაზე გაწუხებ. იქნებ თქვენი პირობების შესახებ მითხრა. წარმოიდგინეთ, ყველაფერი ისე იქნება, როგორც თქვენ გინდა. მთავარია მოხვიდეთ და გავისაუბროთ. ანდამატივით მიზიდავდა უცნობი ქალის შვენიერი ხმა. ყველა სხვასთან შედარებით, ვისაც იმ დღეებში დავკონტაქტები ვარ, ამ კომპანიაში მისვლა ნამდვილად მომინდა. როდის შეიძლება მოვიდე? დავითაფლე ხმა. საღამოს 6 საათამდე, მობრძანდი, ძალიან გაგვიხარებთ. ერთიანად გავიბადრე, უცნობი ლამაზი ქალი ჩემს გახარებაზე ოცნებობდა. რა გჭირს, კაკო? გაუცებულმა მკითხა კახამ. კახა ის თბილისელი ბიჭი იყო, ვისთანაც მე და დიმა დროებით გადავედით საცხოვრებლად. ის იმ დღეს ისვენებდა და ძალაუნებურად გახდა იმის მოწმე, თუ როგორ ვეძებდი ტელეფონით სამსახურს. რა ვიცი, ასე მგონია ზღაპრულ ფერიას ველაპარაკებოდი. გაუზიარე შტაბის ძლება. ვის? გაიღიმა კახას. აი თუ არ გჯერა, შენ თვითონ დარეკე და დარწმუნდები. კომპანიის ნომერი სასწრაფოდ ავკრიბე და ყურმილი გადავეცი. კახა კმაყოფილი უსმენდა ფერიას და თან ხელით მანიშნებდა, მაგარიაო.
მიდი კითხე რა ქვია, უკან ნახე კახას და მანას კითხა. ოკეი, გაიღიმა ბოროს და ორმლი დაკიდა. არ გეწყინოს კაკო, მაგრამ მეც მოყვები მა კომპანიაში. შენ რა გინდა, გამიკვიდა. არა ძმაო, მაქალის ხელიდან გაშივა საცოდაობა. ისეთ ტკბილი ხმა ჰქონდა, თანაც გონი მოვეწუნე კიდეც. ახტაცებას ვერ ფარავდა კახა. ეგ საიდან ხა მოიტანე? მოიცა, სახელი გითხრა? დავინტერესდი. სახელებს ტელეფონით არ ვარიგებ. მოგძანდითო. გამეცანი და აქ გაიგებთო. ახლა როგორ მოვიქცევი? იმ კომპანიის სამსახურისთვის წავიდეთ თუ ქალისთვის? კარგი რა კაკო, რა თქმა უნდა სამსახურისთვის მივდივართ, მაგრამ ხო იცი, ჩემი ხასიათი, ლამაზი ქალი ჩემი სუსტი წერტილია და მაინტერესებს ასეთი ხმის პატრონი ცხოვრებაში როგორი გამოიყურება. არგუმენტი მოიშველია კახამ. რა უნდა მეპასუხა, თანაც ჩემთვის უკეთესიც იყო, რომ მარტო არ მომიწევდა კომპანიაში წასვლა. ტრაილერების კომპანიაში. კომპანიას All Point ამერიკას ადვილად მივაგენით. უფრო მეტიც, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს საკმაოდ ნაცნობ ადგილას მივედი. თუმცა ეს ასეც იყო. იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ კომპანია მდებარეობდა ბრუკლინში, მანჰეტენისა და ბრუკლინის ხიდებს შორის. გონი რაც კი ფილმები გადაუღიათ ნიუ-იორკში, ეს ადგილები ყველა მათგანი წინა პლანზეა წამოწეული. ამ ფილმებს თუ დაუჯერებთ, მაფიოზები, ბანდიტები და ყაჩაღები სულ ამ რაიონში მოღვაწეობენ. ეს ადგილები საწყობებითა და საანქრობით არის გადავსებული. იქ მართლა დიდი ფული ტრიალებს, რაც ათასობით ბედის და ფულის მაძიებელს იზიდავს. მე მათ კატეგორიას ნამდვილად არ მიეკუთვნებოდი, მაგრამ სამსახურს ახლა მეც ვეძებდი და მცირეოდენი ფულის შოვნის იმედიც ჰქონდა. ფილმის სარეკლამო ფინიში სამსართულიანი შენობის თავზე მიემაგრებინათ და შორიდანვე ადვილი შესამჩნევი გახდათ. ეზოში 10-20 ტრაილერი იდგა, რომლეთა გვერდით მომცრო სატვირთო ავტომანქანები ჩაემწყრევებინათ. თითოეული მათგანი კომპანიის სარეკლამო წარწერებით იყო აღჭურვილი. ორი უზარმაზარი ტრაილერის საბარგულიან მამაკაცები ტრიალებდნენ. საწყობიდან ავეჯი გამოჰქონდა და ავტომობილს ტვირთავდნენ. ამხელა მანქანები უნდა ატარო, კაკო? კითხა კახამ. ხო, რა გაგიკვირდა? არა ძმაო, მე ნამდვილად ვერ გავრისკავთ. სულაც არ არის ძნელი, უბრალოდ შეჩვევის ამბავია. უპასუხე და ერთ-ერთ მუშის მიუახლოვდი. კითხე, ოფისში როგორ მოხვედრილიყავი? მანაც ამიხსნა და სულ მალე დიდ თეთრად შეღებულ ოთახში მოხვდით, რომელსაც დარბაზი უფრო ეთქმოდა. მოხრეხებულ მაგიდებთან კომპიუტერები ჩაემწყრევებინათ. მონიტორებთან გოგონები ისწრდნენ, თან ტელეფონით ლაპარაკობდნენ. ერთ-ერთმა შეგვნიშნა, თავისი ადგილი მიატოვა და ჩვენსკენ გამოემართა. საშუალო სიმაღლის იყო, ჯინსის მოტკეცილი შავალი და მოკლე ტოპი ეცვა, ჭიპი გამომწვევად უჩანდა. წერიც ისეთი წვრილი და გამოყვანილი ჰქონდა, რომ სურვილი გამიჩნდა ხელით შევხებოდი, მაგრამ თავი შევიკავე. ტოპი მარტო მოკლე კი არა, სიფრიფანაც იყო, ასე რომ მისი მოხდენილი სავსე მკერდი მთელი თავისი მშვენიერები წარმოგვიდგა. ამავე დროს ისეთი ბავშვური სახით გვიღიმოდა, თვალი ვეღარ გაუსწორე. შემცვა ჩემი აღელვების გამომჟღავნების. კახას გავხედე, გაშეშებული იდგა და გოგონას თვალს არ აშორებდა. ჰელო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, შემოგცინა. ფერიამ და მე და კახამ უმალ ვიცანით ტელეფონით მოსმენილი ხმა, რომელმაც ერთბაშად დამატყროვა. კახას კი მთელი დღის გეგმები დაავიწყა. ძღოლის ვაკანსიის გამო გიახერეთ, როგორც იქნა ამოვღერღე. ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ 10 წუთი უნდა მოიცადოთ. ბოსი გასულია და მალე დაბრუნდება. მანამდე კი შემიძლია გაგიმასპინძეთ. რასინებებთ, ყავას თუ ჩაის? სხაპასხუპით მოგვაყარა და კუთხეში მდგარ მაგიდასთან მიგვიპატიჟა. ჩვენს უხმოდ დავსხედით და თვალი გავაყოლეთ მოხდენილ მასპინძეს, რომელიც ბალერინის მსგავსი მიხრა მოხრით გავიდა გვერდით და ოთახში. კახუშ, რა სიტყვი, გადავხედე ძმაკაც. რაც კარგია, ეთი რამ არის დასანანი რომ ზანგია, დანანებით თქვა კახამ. მე რა რომ ზანგია. თეთრკანიანი რომ იყოს არ დავფიქრდებოდი, აუცილებლად ცოლად შევირთავდი. როში შეიჭრა კახა. რა გონია, ფრენაფრენდით გამოყვებოდა, ისე კი კარგი იქნებოდა, ფერად-ფერადი ბავშვები გეყოლებოდათ. აუ, შენც რა მაგარი ხარ. ეს რომ ჩემს რაჭვერ დედა ჩაუყვანო თბილისში, ხომ გადაერია, ზანგი კი არა, იმერელი ქალიც არ უნდა ძლად, აუცილებლად რაჭველი უნდა იყოსო. თავისივე ნათქვამზე იცინოდა კახა.
ამ საუბრით ვიყავით გართული, როცა შავმა ფერიამ 2 ფინჯანი ყავა და ნამცხვარი გამოგიტანა. თან მოგიბოდიშა, საქმე მაქვს და თავის კომპიუტერს მიუბრუნდა. მე და კახა ვისხედით, გემრიელ ყავას და ნამცხვარს შევექცეოდი და დესერტად შავკანიანი მასპინძლის ღიმილიან გამოხედვას ვაყოლებდით. ისე გავერთეთ, რომ არც კი შეგვიმჩნევია, როგორ მოგვიახლოვდა სიმპათიური 160 წლის შავგრემანი მამაკაცი. მე მელოდებით მოგვართ მამან და მივხვდი, რომ ბოსთან მქონდა საქმე, თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. წამოვბრძანდით, ჩემ ოთახში ვილაპარაკოთ, გვითხრა და წინ გაგვიწვა. კახა ისევ შავკანიან ოპერატორს უყურებდა და კომპანიის თავკაცის მოსვლა არც დაუფიქსირებია. ხელი ვკარი, გაკვირვებულმა შემომხედა. მე რა მესაქმეა შენ უფროსა, წადი გაარკვე შენი ამბავი, მე აქ დაგელოდები. ქართველობა იქაც გამომადგა. თქვენი მეგობარი სად არის? გაიკვირვა ბოსმა, როდესაც კაბინეტში მარტო შევყევი. გარე დამილოდება, თქვენთან მხოლოდ მე მაქვს საქმე. რანა მოეწონა, არა? კარგი გოგოა. შინაურად გამიღიმა ბოსმა და სკამზე მიმითიტა. დაბრძანდიო, თვითონ სავაზრიდან ჩემ პირდაპირ გადმოინაცვლა და ყურადღების შემათვალიერა. პაუზა გაეწელა. ის კი არაფერს ამბობდა. უხერხულობისთვის თავის დასაღწევად ბოლოს და ბოლოს ინიციატივა გამოვიჩინე. მისტერ ედმონდ, შემეშურა ბოსი. მისტერ ედმონდ, თქვენი სარეკლამო განცხადება წავიკითხე და თუ არ ვწდები, სატვირთო მანქანის ძღოლები გჭირდებათ. საიდან ხართ? ისე მკითხა, წინადადება არც ჰქონდა დამთავრებული. ჯორჯიიდან. ებრაელი ხართ? არა, ქართველი. ბოსი სიამოვნებისაგან სახე გაებადრა, თბილად შემომხედა და ჩემთვის სრულიად მოულოდნელად გამომიცხადა. დიდ პატივს ვცემ თქვენ ხალხს, მეგობარიც ბევრი მყავს თქვენი ქვეყნიდან. ამას ნამდვილად არ ველოდი. ბატონი ედმონდი კი განაგრძობდა. მე ამერიკისა და ისრაელის მოქალაქე ვარ. ისრაელში ძმები და ახლობლები მყავს. ხშირად ჩავდივარ იქ. საქართველოდან ჩასული ბევრია ჩემ სამშობლოში. ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს მათთან. ამ კომპანიაშიც მუშაობდნენ ქართველები, კარგი ბიჭები იყვნენ. ძალიან გამიხარდა, თუმცა ამ აღწოვანებას სულ მალე ბოსმა ცივი წყალი გადაასხა და ხუბლებიდან მიწაზე დამაბრუნა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველები მიმართ სიმპათიით ვარ განწყობილი, ნუ დაგავიწყებათ, რომ ამერიკაში ვიმყოფებით. ძმაკაცობა კარგია, მაგრამ საქმეში ძმაკაცობა არ გამოგვადგება. არავითარი დათმობა არ იქნება. თავისი საქმე ყველა მკეთის ინტენსიურად უნდა აკეთოს. ედმონდის ლაპარაკი ახლა ლექციას უფრო გავდა. მეც ბეჯითი მოსწავლესავით უსმენდი. თუ მიმიღებთ ვეცდები, თქვენი დობა გავამართლო. როგორც იქნა, მეც მომეცა აზრის გამოთქმის საშუალება. რაც შეეხება ხელფას, თავიდანვე უნდა შევთანხმდეთ, რომ მერე ნაწყენი არ დარჩეთ. იმის გამო, რომ ამ ქვეყნის მოქალაქე არ ხართ, იმდენს ვერ გადაგიხდით, რამდენსაც ამერიკელებს. დაიწყო უდემონტმა პირობების განმარტება, თუმცა უმნიშვნელოდაც ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა და ამერიკელებთან შედარებით დაბალ ანაზღაურებას მივიღებდი. მაგრამ ერთი შეღავათის გაწევა შემიძლია, განაგრძო ედმონდმა. გარდა იმისა, რომ ძღოლის ხელფას გადაგიხდით, თუ მუშებსაც დაეხმარებით, ავეჯის დატვირთვა გადმოტვირთვაში, დამატებით ანაზღაურებას მიიღებ. ვფიქრობ, უკმაყოფილო ნამდვილად არ იქნებით. მისტერ ედმონდ, თქვენი კომპანიის სახელწოდების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ალბათ ამერიკის ყველა კუთხეში დადიხართ. ვერ მოვითმინე და ჩემთვის საინტერესო საკითხი შევეხე. რა თქმა უნდა, სადაც კლიენტს დასჭირდება, იქ მივუტანთ ავეჯს. კმაყოფილების საფუძველი ნამდვილად ჰქონდა. ხომრობა საქმე ხომ არ იყო, სამსახურსაც შოულობდი და ჩემ ოცნებასაც უახლოვდებოდი. მთელ ამერიკაში მომიწევდა მოგზაურობა. კიდევ 10 წუთი ვისაუბრეთ, რაღაც დეტალები დავაზუსტეთ და ერთმანეთს დავემშვიდობეთ. მეორე დღეს მუშაობა უნდა დამეწყო. კაბინეტიდან გავდიოდი, როცა ბოსმა შემაჩერა და მოულოდნელი შეკითხვა დამისვა. აკაკი, მაინტერესებს, რამდენი ხნით აპირებთ ამერიკაში დარჩენას? გულახდილად რომ გითხრათ, არ ვიცი. რატომ გაინტერესებთ? ამ შეკითხვისთვის ნამდვილად არ ვიყავ მზად და ის უპასუხე, რაც იმ წამს თავში მომივიდა. როგორ გითხრათ, ქართველების ვერაფერი გამიგია. ხომ გითხარით, ჩემთან ბევრი ქართველი მუშაობდა. კარგი ბიჭებიც იყვნენ, მაგრამ იმუშავებდნენ 1, მაქსიმუმ 2 წელს და ისევ საქართველოში სიღარიბეში ბრუნდებოდნენ. არ ურჩევნიათ, აქ დარჩნენ და ცხოვრება აიწყონ. აბა თქვენს მაცავით მალე გაიქცევით სამშობლოში, არა?
და მრავალნიშნულად გადმომხედა. ეგ რომ გაიგოთ, მისტერ ედმონდ ქართული უნდა იყო. რაც შეეხება ცხოვრების აწყობას, ესეც ხვაზე ნაკლებად როდი გვეხარხება. მეტი აღარაფერი მithქვამს. დავემშვიდობე ჩემ ახალ უფროს და კაბინეტიდან გავედი. გამოგდის მაგაც რამე, ირონიულად კითხე მეგობარს და მშვენიერი ზანგი გოგონასკენ გავიხედე. ნერვი მეშლება. კაკო, ამათ საქმის გადა არაფერი იციან. როცა საქმეზე ლაპარაკობენ, თაფლივი დნებიან. ისე კი მგონი არც ახსოვთ, რომ ქალები არიან. ვერც სახელი გაიგე შენი შავკანიანი ანგელოზისა, კიდევ უფრო გაუმძაფრე მარცხით მოგრილი განცდა. არა, სიტყვა ვერ დავასტევინე, ლამისაა გარეთ გამიძახოს. სამაგიეროდ მე გავიგე, რანა ქვია და ცოტა ხანში მაგლანას თავისი დაქალებიანა სახში მოგიყვან. დავაიმედე. როგორ თოქს მოაბა? არა ბიჭო, სამსახურში მიმიღეს და რამეს როგორ ვერ მოვახერხებ. თავიდანვე მასე გეთქვა, მოდი მოგილოცო, გადამეხვია მეგობარი. ამერიკა, ქვეყანა, სადაც საუკეთესო მეგობარი ფულია. მთელი დღე ვერ მოვისვენე. როგორი საქმეა სოლიდურ ამერიკულ კომპანიაში ვიწყებ მუშაობას, სადაც 200-ზე მეტი კაცია დასაქმებული. დიდი სამსართულიანი შენობის უმეტესი ნაწილი საწყობებს უკავია, სადაც კლიენტები ინახავენ ავეჯს, კომპიუტერულ და აუდიო-ვიდეო აპარატურას, 1000 გვარი საოჯახო ნივთს. ადმინისტრაციულ სექტორში 20-მდე თანამშრომელია, უმეტესად ახალგაზრდა გოგონები. ჩვენი ნაცნობი შავკანიანი საოცრად მომხიბვლელი ლანა ჯგუფის მენეჯერია. ბარემ აქვე გეტყვით, რომ ლანას, ისევე როგორც სხვა გოგონებს, ორი სახე აქვს, როცა საქმე სამსახურს ეხება, თქვათ კლიენტს ან შემსავით ადგილის მაძიებელს. ლანა ალერსიანია ყურადღებიანიც და სექსუალურიც, მაგრამ როგორც კი მამაკაცი პირადი კონტაქტის დამყარება შეეცდება, ცივი და უკარება ხდება. ესეც ამერიკული ცხოვრების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია. თუმცა ამას ვერ ვიტყვი გლორიაზე, ჩემ დიდი ხნის ნაცნობ სისფრთვარება ბიბლიოთეკარზე, რომელმაც ბრუკლინში ჩასვლის პირველი დღეებიდანვე თითქოს ახლობლების მონატრების სიცარიელე შემირსო. გოდა, ამჯერადაც გლორიას მივაკითხე და გაუკვირდა. ამდენ ხანს რომ არ გამოჩდი, მიფიქრე სამშობლოში გაემგზავრა მეთქი. როცა ყველაფერი უამბე გაუხარდა, წარმატება მომილოცა და გამომცდელად შემომხედა. მაგზნობი და ხოლო ჩემ სანახავად არ მოხვიდოდი და დროზე მითხარი რაში გჭირდები დახმარებაო. გლორია, სკოლაში გეოგრაფიის კარგად კი სწავლობდი, მაგრამ ამერიკის შესახებ ბევრს არაფერს გვიმხელიდნენ. რაც ვიცი, ისიც წიგნების წყალობით. ტვიტების გადაზიდვის კომპანიაში მუშაობისას შეიძლება სხვადასხვა შტატში მოგზაურობა მომიწიოს. შტატების რუკა კი არ გაქვს ხო? მიმიხვდა გლორია. არც რუკა მაქვს და თანაც ახლა არც ინგლისურიდან რაიმის თარგმნა შემიძლია და იქნებ რომელიმე რუსულენოვანი გამოცემა მომიძებნა. გლორიამ ერთ-ერთ მაგიდასთან დამსვა და მითხრა, დამელოდე ახლავე იშველიო. მართლაც რამდენიმე წუთში ჩემს მაგიდაზე ერთ-ერთი ილუსტრირებული საბჭოთა გამოცემა იდო სტრანი ინაროდი. ამ ტომში ლამის ყველაფერი ეწერა ამერიკის შეერთებულ შტატებზე. მართალია ტენდენციურად კომუნისტურად, მაგრამ მაინც საინტერესოდ. ესეც შტატების რუკა. მე ნიუ-იორკის შტატში ვიმყოფები. აქედან სულ ახლოსაა ვერმონტის, მასაჩუსეტსის, პენსილვანიის, ოჰაიოს, კონეტიკუტის შტატები. შეიძლება ბედმა გამიღიმოს და ამერიკის დედაქალაქში წამოყო თავი. თუმცა გული დამწყდა კალიფორნია და არიზონა ლამის ქვეყნის დასალერეს რო აღმოვაჩინე. მომიწერდა კი ამ შტატებში მოგზაურობა? მოკლედ ამ წიგნის თვალიერებით ისე გავერთე, რომ ვერც კი შევნიშნე, როგორ შემომაღამდა. თავზე გლორია წამომდგომია, იცინოდა და რაღაცას უხსნიდა თავის ქმარს, რომელიც თითქმის ყოველდღე აკითხავდა სამუშაო დღის ბოლოს. მივხვდი, ჩემზე ლაპარაკობდნენ. წამოდექი, სიძეს თავაზიანად მივესალმე და წასასვლელად გავემზადე. მაგრამ თურმე სიურპრიზი მელოდა. გლორიამ კომპიუტერიდან ამობეჭდილი შტატების შავთეთრი მინიატურული რუკა მისახსოვრა. ბიბლიოთეკიდან სამივე ერთად გამოვედით და ჩვენ გზას დავადექით. ქმარმა გლორიას წელზე მოხვია ხელი და ისე წაიყვანა. ლამაზი წყვილი იყო. ახლა შევამჩნიე, რომ გლორიას მუცელი წამოსდოდა. ისევ კომპანიის შესახებ. All Point
ავტოფარეხში 20-მდე დიდი ტრაილერი და 2 ამდენი სხვადასხვა გაბარიტის სატვირთო ავტომობილი იდგა. შავ სამუშაოს მუშებთან ერთად ძღოლებიც ასრულებდნენ. იქაც ისევე როგორც მთელ ამერიკაში ინტერნაციონალური კოლექტივი იყო, რასაც თავისებური ხიბლი ჰქონდა. კომპანია 2 მიმართულებით მუშაობდა. პირველი გახდათ ადგილობრივი გადაზიდვები. ეს იმას ნიშნავდა, რომ სხვადასხვა ტვირთი ნიუ-იორკსა და მის შემოგარენში უნდა გვეტარებინა. ამ შემთხვევაში რეისი ერთდღიანი იყო. მანძილი იშვიათად თუ გასდებოდა 100 მილს. თითქოს ამაში საინტერესო არაფერი უნდა ყოფილიყო, მაგრამ სრულიადაც არა. ადგილობრივმა გადაზიდვებმა ნიუ-იორკის ისეთ ეგზოტიკურ ადგილებშიც კი მომახვედრა, რომ გასახსენებლად ალბათ მთელი სიცოცხლეც არ მეყოფა. თანაც ისე შევისწავლე ქალაქის ქუჩები, რომ ამ მხრივ მკვიდრ ნიუ-იორკესაც არ ჩამორჩებოდი. მეორე მიმართულება შორეულ რეისებს ითვალისწინებდა. ამ დროს ზოგჯერ თვეობით არ ბრუნდებოდი ნიუ-იორკში. ამერიკის ტერიტორიაზე უკვე გაშინაურებული დავატარებდი უზარმაზარ ტრაილერს. მართალია ზოგჯერ ისე შაშინად ვიღლებოდი, რომ ფეხზე ძლივს ვიდექი, მაგრამ ის ნებადაღელვა და სიხარული, რომელიც ჩემს ორიგინალურ საქმიანობას ახლდა, თან მალე ყველაფერს მავიწყებდა. გურჯი ვარ, ეფენდი, გურჯი. All Point ამერიკაში ჩემს პირველ სამუშაო დღეს დათქმულ დროზე 9 საათით ადრე გამოცხადდი. ავტოფარეხის ტერიტორიაზე მძიმე სატვირთო მანქანების ძრავების ხმაურს მიჰქონდა ყველაფერი. ძღოლები და მუშები მხიარული შეძახილებით ხდებოდნენ კაბინებში და ეზოსტოვებდნენ. იქითკენ წავიდე, სადაც კომპანიის პრეზიდენტი ედმონდი ტრიალებდა, რომელიც 3 ახალგაზრდა მამაკაცს ესაუბრებოდა და ისინი დიდი გულისყურით უსმენდნენ, ეტყობოდა ბოსი მითითებებს აძლევდა. ოჩახ, ჩანს დაგვიანება არ გიყვარს, მითხრა ედმონდმა და მაგრად ჩამომართვა ხელი. მეც ყველას მივესალმე და იქვე გავჩერდი. ჯონ, დღეს ეს ახალგაზრდა წამოყვება. ახალი თანამშრომელია. პარემ ფორმატს გამოუწერე. უთხრა ედმონდმა ერთ-ერთ მძღოლს და ისიც მომიახლოვდა. ხელი ჩამომართვა და მითხრა, გამომყევიო. ჯონის სპორტული აღნაგობის შავგრემანი კაცი იყო. კი არ მიდიოდა მირბოდა, ძლივს ვეწეოდი. საწყობამდე ხმა არ ამოუღია. ერთ-ერთ ოთახში მოზრდილი კალათის კარი გამოაღო და ზომების მიხედვით ჩამწკრივებული ტანსაცმელზე მიმითიტა. ამოარჩიე, რომელიც მოგეწონება და 3 კომპლექტი აიღე. სამუშაოზე საფირმო ტანსაცმლით დავდივართ. მოკლედ 10 წუთში მანქანასთან იყავე. დროზე წავიდეთ. ჯონმა ამ უშუალო გარდერობთან მარტო დამტოვა. ისეთი განწყობა მქონდა, რომ ახლა ეს ქურთუკები, შავლები, პერანგები და სპორტული ფეხსაცმელი ვერსაჩეს კოსტიუმს მერჩივნა. არჩეული 3 კომპლექტიდან ერთ-ერთი მოვირგე კიდეს და ახალ ფორმაში გამოწყობილი გამოვეცხადე ჯონს, რომელიც საშუალო გაბარიტიან სატვირთო ავტომობილთან იდგა და რაღაცას ქაღალდებში იქექებოდა. მას მზად ხარ? ხიმნით გადმომხედა. მუდამ მზად ვარ. გამახსენდა პირველი წლები და ჩესტი აუღე. ახლა კი სიცილი ვერ შეიკავა და მანქანაში გამხერებლობილი შემიწყვა. ეზონდა რომ გავდიოდით, ედმონდა შეგვაჩერა. აკაკი, ერთი თვე ადგილობრივ გადაზიდვებზე იმუშავე. ჩვენ სპეციფიკას გაეცნობი და შორეულ რეისებში მერე გაგიშვეთ. აბა შენ იცი, მითხრა მან. ეთყობა არ დავიწყებია, რომ უთხარი მოგზაურობაზე ჭკუა მეკეტება მეთქი. ასე დაიწყო ჩემი პირველი სამუშაო დღე მძღოლის ამპლუაში. დღეს საკმაოდ იოლი საქმე გვექნება. დაიწყო ჩემ გვერდით ჯდომა ჯონმა. ხო, მართლა, სულ დამავიწყდა მეთქვა, საჭესთან მევიჯექი. მე-12 ქუჩაზე უნდა მივიდეთ, იქიდან ვესტჩესტერში წავართ. მარშრუტი მითხრა ჯონმა. იწავალ, მაგრამ გზა რომ არ ვიცი, მიწამხდარმა უთხარი. როგორ თუ არ იცი? გაუსწდა. მერე გაახსენდა ედმონდმა რომ უთხრა, ახალი მძღოლია და უნდა დაეხმაროო და დამამშვიდა, არა უშავს. მაგრამ თან მართვის სადებებიც უნდა ხელში აიღო. ახლა ყურადღებით მომისმინე და მიკანახა, რა გზით უნდა წავსულიყავი. მივდიოდი და თან ერთმანეთს ვეცნობოდით. საიდან ხარ? კითხა ჯონმა. ჯორჯიიდან. ატლანტაში არასოდეს ყოფი ვარ. როგორი ქალაქია? იკითხა ინტერესით. ცოტა არ იყოს არ მესიამონა, ეს თუ ატლანტაში და შესაბამისად ჯორჯიის შტატში ჯერაც არ ყოფილა, მე როდესღა მომიწევს ამ ქალაქის ნახვა მეთქი. გავიფიქრე, ჯონს კი უპასუხე, აბა როგორ გითხრა, არც მე ყოფილი ვარ ატლანტაში. ახლა არ მითხარი ჯორჯიიდან ვარო, გაუკვირდა. მე სხვა ჯორჯიიდან ვარ, ოკეანის გაღმიდან, თავაზიანად გაუღიმე. ვერ გავიგე შენი ხუმრობი. მე იქიდან ვარ, იქიდან, ოკეანის მხარეს გავიშვირე ხელი.
რუსი ყოფილი ხარ, გაუხარდა ჯონს, რუსი კი არა, ქართველი ვარ. უკვე მე რამდენად მიწევდა ამერიკელთათვის ამის ახსნა და ცოტა არ იყოს გავღიზიანდი კიდეც. გარკვეული ხანი ხმის ამოუღებლად მივდიოდი. მერე ისე მე დავარღვიე დუმილი. შენ საიდან ხარ, ჯონ? ამერიკაში დავიბადე, ისე წარმოშობით თურქი ვარ. სალამ ალეიქუმ, ეფენდი, ჩაო თურქული. აი საღოლ, სახე გაუწყიდა ჯონს. ყინული გაყვა. თურქი კარგად იცი? თურქი ვარ და სიცხე არ იქნება რომ არ ვიცოდი. მე გურჯი ვარ, ეფენდი, გურჯი. გახარებულმა უთხარი. მეგონა ახლა მაინც მიხვდებოდა ვინც ვიყავი. ბერძენი ხარ? ვაი შენ პატრონს ჩავილაპარაკე ქართულად. მერე მუხზე ხელი დავარტყი და დავამშვიდე. ლუკას მოვიტან და გაჩვენებ ჩემ ქვეყანას. ახლა კი შობს გზა მიკანახო მეთქი. მანჰეტენის ხიდი გადავკვეთეთ და დანიშნულების ადგილამდე მალე მივედით. კლიენტი ძველმოდური სამსართულიანი შენობის ბოლო სართულზე ცხოვრობდა. სახლს ლიფტი არ ჰქონდა და ფეხით მოგვიხდა ასვლა. კარი 40-ოდე წლის სათვალიანმა მელოტმა კაცმა გაგვიღო. ისეთი შეშინებული სახე ჰქონდა, უნებლიეთ ტანსაცმელზე დავიხედი. რამე ხომ არ მჭის მეთქი. გადაზიდვების კომპანიიდან ვართ. შეკვეთილი გაქვთ. უთხრა ჯონმა და თავისი მოვალეობის შესრულება შეუდგა. კი, მაგრამ მე ასე ადრე არ გელოდით. თანაც ახლა სასწრაფო საქმე მაქვს მოსაგვარებელი. უკაცრავად, მაგრამ უნდა დამელოდოთ. ამის თქმა და კარის მოხურვა ერთი იყო. პიჟონი, გამომივიდა აქ საქმიანი კაცი. უკმაყოფილო წამოიძახა ჯონმა და გაბრაზებული იქვე კიბის საფეხურზე ჩამოჯდა. ახლა რამდენ ხანს უნდა ველოდოთ ამას? გაუცებულმა ჩავილაპარაკე. ჩემი ნება რომ იყოს, წავიდოდი და აქეთ აღარც გამოვიხედავთ, მაგრამ ბოს რა უთხრა? კლიენტი უხეშად მოგვექცა და არ მოგვემსახურა მეთქი? მაშინე სამსახურიდან დამითხოს და შენც თავსაც დესერტად ზედ მიაყოლებს. დანანებით მიპასუხა ჯონმა. ესეც შენი ამერიკა. სხვა რა გზა იყო? ქვემოთ ჩასვლის აზრი არ ჰქონდა და მეც გვერდით მიუჯექით ჩემს ახალ მეწყვილეს. 1 საათი მაინც ვისხედით ასე. ლაპარაკის ხასიათი ორივეს წაგვიხდა. თუმცა ამდენჯერმე კითხეთ ერთმანეთს, რაც ართ-ერთმა არ ვიცოდით. ბევრი რამე ხომ არ ჰქონდა გადასატენე უჟმურ კლიენტს. კიბით მძიმე საგნების ჩატანაზე ფიქრი არც თუ ისე სასიამოვნო პერსპექტივად გვესახებოდა. ბოლოს როგორც იქნა, კლიენტმა იკადრა კარის გაღება და შინ მიგვიპატიჟა. გადასაზიდი ბარგიც გამზადებული ჰქონდა, დივანი, 4 სკამი, საწერი მაგი და კომპიუტერი პრინტერით, რამდენიმე მცირე ზომის ყუთი, რომელშიც წიგნები იდო, 2 მოზრდილი ჩანთა და 2 ფუმფულა კატა, რომლებიც ფერად გალიებში იყვნენ გამომწყდეული. სულ ეს არის, გაუკვირდა ჯონს. დიახ, გაიღიმა კლიენტმა. ამის გადატანა ვესჩესტერამდე მხოლოდ $1000 დაგიჯდებათ. აუღევლებლად თქვა ჯონმა. რა? გაუცებისაგან ენა ჩაუვარდა კლიენტს. ჩვენი ფასები ხომ იცოდით? თუ არ მოგწონთ, სხვა გამოიძახეთ, ოღონდ გაფრთხილეთ. ამ შემთხვევაში ჯარიმას გადახდა მოგიწევთ. შვიდად განუმარტა ჯონმა. არა, ამდენის გადახდას ნამდვილად ვერ შევძლებ. მაგრამ ბინა დღეს აუცილებლად დღეს უნდა დავცვალო, თორემ მე პატრონი ორმაგ ჯარიმას დამაკისრებს. ნაწყვეტ ლაპარაკობდა კლიენტი. ესე იგი თანახმახად. დავიწყოთ ჩაზიდვა? გამოიჭირა იგი ჯონმა. არა, იქნებ დამიკროთ. $1000 ეს მეტია. ვერაფრით დაგეხმარებით. მე შემსრულებელი ვარ, თუმცა შეგიძლიათ შევს დაუკავშირდეთ და მას მოელაპარაკოთ. ჯონმა მობილურზე აკრიფა ნომერი და ტელეფონი კლიენტს მიაწოდა. მოლაპარაკება თითქმის 20 წუთი გაგრძელდა. ვაჭრობა ისევ წვიმანებდა დავიდა, რომ თავი ნავთლუხის ბაზარში წარმოვიდგინე. ბუროს არაქად გამოცდილმა კლიენტმა, რომელიც მართლა გულით შემებრალა, გვითხრა $600-ზე შევთანხმდითო. მერე ჯონს ფული ჩაუთვალა, მისამართი მისცა, თანაც დაზინა 10 ჭკუის ვიხმარ და თქვენ ყაჩაღებთან საქმეს ახლა დავიჭერო და ოთახიდან გავიდა. 1 საათი წარმოვანდომეთ კლიენტის მთელი ავლადიდები ჩატანას. ძრავა ამოუშავე და ვესჩესტერისკენ ავიღეთ გეზი. ეს დასახლება ნიუ-იორკის გარეუბანშია და ქალაქიდან 9 საათის სავალიც არ არის. ჯონმა გზად კიდევ ერთხელ დაურეკა შევს, როგორც ჩანს, ჩატარებული ოპერაციით ორივე კმაყოფილი დარჩა. ჯონ, ამხელა თან ხარ, რომ მოუხია, არ შეგეცოდა ეს საწყალი? გადაინტას, აბა რა ეგონა, მთელი საათი გარეთ რომ გვაყურყუტა. მაგრამ ხო შეძლო უარი ეთქვა ჩვენს მომსახურებაზე, მაშინ ჯარიმა არ ასწრებოდა. რამდენის გადაზვიდა მოუწევდა? რამდენის გადახდა მოუწევდა? ასე $5-მდე. ყველაფერი გათვლილი გვაქვს. ეს ამერიკა.
აქ ტყუილებროდ არაფერი ხდება. წაიმუშავებ ცოტას და ყველაფერში გაერკვევი. ისე ამდენი ფულის გადახდას არჯობდა და დაეძახა მეგობრებისთვის. დაექირავებინა მანქანა და თვითონე გადაეზიდა ყველაფერი. ჩავილაპარაკე. საუკეთესო მეგობარი ამ ქვეყანაში ფულია. ფული გადაწონეს მეგობრობასაც, სიყვარულსაც და ყველაფერს. ჩემ სამშობლოში კი მეგობრობა ყველაფერზე მაღლა დგას, უთხარი ამაყა. მერე თუ ასეთ კარგ ქვეყანაში ცხოვრობდი, აქ რაღაც მოდიოდი. მოწმენდი ცაზე მეხის გავარდნა. 8 თვე გავიდა, რაც ამერიკაში ვარ. ამ 8 თვის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ მოხდა ჩემ ცხოვრებაში. ახლა კი როგორც იქნა სტაბილური ადგილი ვიპოვე. ჩემს მეწყვილეს ჯონს კარგად შევეწყო. ერთ-ორჯერ ის ჩემ ქართველ მაკაცებთან ერთადაც მოხვდა სუფრასთან და გაოცებული იყო ჩვენი ერთმანეთთან ურთიერთობით. კიდევ კარგი რომ ჯონი მხოლოდ იმ ქართველებს იცნობდა, რომლებიც პატიოსნაშრომობენ ამერიკაში, თორემ ისეთებსაც რო გადახროდა, რამდენჯერაც მე რომ შევხვედრი ვარ, ნარკომანებსა და ჯიბგირებს გულისხმობ, მაშინ ალბათ სულ წაუხდებოდა წარმოდგენა ქართველ ვაჟკაცობასა და მეგობრობაზე. მოკლედ ცოტა ხანში ჯონი დაუსწრებლად იცნობდა საქართველოს. ერთვენიერ დღესაც მე და ჯონი მორიგ შეკვეთაზე გაგვაგზავნეს. თან ესპანური წარმოშობის 2 მუშა გაგვაყოლეს. ოჯახი ჰარლემიდან ბრუკლინში გადადიოდა. მოგესალმებათ, ჰარლემი მანჰეტენზე ფერადკანიანებით მასობრივად დასახლებული უბანია და არც თუ ისე კარგი რეპუტაციით სარგებლობს. მე და ჯონი მანამდე რამდენჯერმე მოხვედრივართ ჰარლემში, მაგრამ ყოველთვის ნორმალურ სიტუაციაში გვიხდებოდა მუშაობა. ამიტომ როცა ეს შეკვეთა გადმოგვცეს, შესაძლოა ხიფაზე არც მიფიქრია, მაგრამ როგორც ამბობენ, კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო. კლიენტები ზანგები იყვნენ, მოხუცი ცოლ-ქმარი. მათ 2 ქალიშვილი და შვილიშვილები, რომელთა დათვლა ვერც მოვახერხე, იმდენად ბევრნი იყვნენ. ისე ჰგავდნენ ერთმანეთს და ისე შეუჩერებლად დარბონდნენ აქეთ-იქით, თანაც ისეთი სასაცილო ტიპები იყვნენ, ნახევრად ტიტიკანები, სურსულ შავები და ხუჭურთმიანები. ერთ-ერთ საღეჭი რეზინა მივეცი და უცებ მოხვდნენ დანარჩენები. კიდევ კარგი კაბინაში რამდენიმე შეკვრა მქონდა, თორემ ნამდვილად შევცხებოდი. თანაც ეთყობა მიხვდნენ, რომ ერთმანეთისგან მათი გარჩევა მიჭირდა და თითოეული მგონი 2-ორჯერ მოვიდა თავისი წილი რეზინის მისაღებად. იქვე 2 ახალგაზრდა მამაკაცი ტრიალებდა. როგორც შემდეგ გავიგე, ამ ოჯახის სიძეები იყვნენ, რომელთაც არავითარი მონაწილეობა არ მიუღიათ ავეჯის გადაზიდვაში და რომელთა გამოც მერე შარში გავეხვიეთ. ბევრი ავეჯი არ ჰქონდათ, მაგრამ მისი შეფუთვა და მანქანაში ჩატვირთვა საკმაოდ დროს მოითხოვდა. და ჩვეულებრივად შეუდეკით მუშაობას. ცოტა ხანში შევამჩნიე, რომ სახლთან ხშირად ჩერდებოდა მანქანა. ერთ-ერთ ახალგაზრდა ზანგი ჩაუჯდებოდა მოსულებს. ცოტა ხანს ილაპარაკებდნენ და კმაყოფილი გადმოვიდოდა. ამას ალბათ არც მივაქცევდი ყურადღებაში, ჯონს რომ არ ეთქვა, ჩემი გვერდით ჩავრისდა ჩურჩულით. რაღაც არ მომწონს ახალური სიტუაცია. ვერ გავიგე, რას გულისხმობ. ძალიან ბევრი ხალხი მოძრაობს, რაღაც აეჭვეთ მეჩვენება. მოგცლია ერთი, არ იცი, ზანგებს უამრავი მეგობარი ხარ და ისინი მიდიან რა. ჩემებრად აუხსენი სიტუაცია. გაახილე თვალები, მარტო ზანგები არ მოდიან. მოვიდნენ მერე, შენ რაც გიშლიან, ვერ გამიგია. როგორ გეტყობა რომ პიჟონი ხარ. ჯონი ყველას პიჟონს ეძახდა, ვინც კი მისი აზრით ცუდად ერკვეოდა ამერიკული ცხოვრების წეში. როცა მეც ამ ეპითეტით შემამკო, ბუნებრივი არ მესიამონა და რევანშის ასაღებად სწორედ ის სიტყვა გამოვიყენე, რომელიც ყველაზე მეტად გამოიყვანდა წონასწორობიდან. პიჟონიცა ხარ და შაითანიც, თქვი და დამარსვი და მომხვილელად გაუღიმე. ჯონმა ერთი განგმირავად შემომხედა, რაღაც თურქულად ჩაიბრუნდღნა და გამეცალა. ხუმრობად, მაგრამ მანქანება რომ თანდათან იმატა, მე შევფიქრიანდი. თანაც სულ ერთმანეთისაგან განსხვავებული ტიპები მოდიოდნენ. საერთოდ მათ შორის მხოლოდ ის იყო, რომ თვალებს აქეთ-იქით აცეცებდნენ. თითქოს ვიღაცის თავდასხმის ეშინია თუ. მივხვდით, ჩვენ კლიენტი ნარკოდილერი იყო და ეს ჭრელაჭრული ხალხი მასთან წამლის შესაძენად მოდიოდა. 2 საათი მოვანდომეთ ავეჯი შეფუთვას და მანქანაზე მის დატვირთვას. გას რომ გაუდექით, მალე ყველაფერი ისე განვითარა, როგორც ძაბს სიუჟეტიან დეტექტივში ხდება ხოლმე. მე და ჯონი დეტექტივის გმირები. არ გასულა 5 წუთი, რომ პოლიციის პოთხმა მანქანამ ალყაში მოგვაქცია. ხომ გითხარი, კაკო, ეს ხალხი არ მომწონს მეთქი. კბილებში გამოცრა, ჯონმა და შეიკუთხა. თავიდან უნდა მივხვდარიყავი და ამ სამუშაოზე უარი გვეთქა.
პოლიციელებმა უცერემონიოდ გადმოგვყარეს კაბინიდან. ხელებზე ბორკილები დაგვადეს, სახით ძარის მხარე შეგვაბრუნეს, ფეხები გაშალეთო გვიბძანეს და ჩვენ შრეკას მიხვეს ხელი. რა დავაშავეთ, სერ, ცადე პოლიციასთან კონტაქტში შესვლა. შათაფ, ხმა ჩაიწვიტეო. მომიჭრა პოლიციელმა და მივხვდი, სახუმრად ნამდვილად არ მქონდა საქმე. ჯიბები მაფხეკინა. როდესაც ნახა, რომ საეჭვო არაფერი მქონდა, ყველაფერი დამიბრუნდა, კვლავ უხეშად მიბძანა, არ გაინძრეო. აღელვებისაგან ვერც კი ვამჩნევდი, რა ხდებოდა ჩემს გარშემო. ჯონი და ის ორი ესპანელი მუშას საგულდაგულოდ გაჩხიყეს. ჯონს პატარა ცელოფანის პაკეტი უპოვეს, რომელშიც მომწვანო ფერის ბალახი ეყარა, მარიხუანა. ჩემი მეწყვილე მოსაწევით რომ ირთობდა ხოლმე თავს, ეს კი ვიცოდე. მაგრამ ასე გაუფრთხილებლად და თუ ჩაიდებდა ჯიბეში, ნარკოტიკს ნამდვილად არ მეგონა. ამ ფაქტმა ისედაც გაცეცხლებული პოლიციელები კიდევ უფრო გააშმაგა. თავიანთი მანქანებიდან ორი გაწვრთნილი ნაგაზი გადმოიყვანეს და ჩვენი მანქანის ძირის ზვირობამდე ჩხრეკა დაიწყეს. ნარკოტიკებს ვერსად მიაგნეს. ნახევარსაათიანი უშედეგო ძებნის შემდეგ ერთ-ერთი პოლიციელი ნაგაზთან ერთად ძარიდან გადმოხტა და კაბინის კარი გამოაყო. ძაღლმა კაბინაში ავტომისთანავე ისეთი ყეფა ატეხა, რომ მივხვდი ნარკოტიკებზე გაწვრთნილმა ნაგაზმა იპოვა ის, რასაც ეძებდა. განცვიფრებული და გაუგნებული შეყურებდი პოლიციას. როცა მათ ჩემი სავარძლის ქვემოდან მოზრდილი პაკეტი გამოიღეს. გახსნეს და დავინახე, როგორ გადმოიყარა თეთრი ფხვნილი. ძვირად ღირებული ჰეროინი ასფალტზე იყრებოდა. მე კი გრძნობდი, როგორ მეკარგებოდა მეტყველების უნარი. იქ, სადაც ყველა უცოდველია. წარმოიდგინეთ, რა გუნებაზე უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც ბრალი ედება 9 კილოგრამი ნარკოტიკული ნივთიერების ჰეროინის შენახვა გადაზიდვაში. როგორ მიმიყვანეს პოლიციის განყოფილებაში და როგორ მოხდი დაკითხვის მაგიდასთან, ვერაფრით ვიხსენებ. ჩემ წინ იჯდა ამერიკელი პოლიციელი და მკაცრი გამომეტყველებით მისვა და ფორმალურ კითხვებს. რა გვარი ხარ? უპასუხე. რამდენი წლის ხარ? უპასუხე. დაბადების ადგილი. იცით, მე არაფერ შუაში ვარ, ნამდვილად არ ვიცი, როგორ მოხდა ეს პაკეტი მანქანაში. მე არ მაინტერესებს, თქვენ რა იცით, კითხვებზე გამეცით პასუხი. სად შეიძინეთ ნარკოტიკი და სად გადაგონდათ? თვალი თვალში გამიყარა მან. მე ხომ გითხარით, არაფერი ვიცი მეთქი. მეხუმრებით, 9 კილო ჰეროინი გედოთ კაბინაში და არ იცოდით, იქ საიდან მოხდა, ირონიულად ჩაეცინა. ნამდვილად არ ვიცი, გეფიცებით არ ვიცი, იქ საიდან გაჩნდა, ალბათ ძალიან გუწბილად გამომივიდა. გეტყობა მაგარი გაიძვერა ხა. არა უშავს, მაინც ალაპარაკდები. საკანში 5 პატიმართან ერთად ვიმყოფებოდი, მათ შორის 2 ზანგი იყო, 3 თეთკანიანი. მისამნებაზე არ მიპასუხეს. მანიშნეს, ფეხზე რაც გახა, დაჯიქი. ეტყობა, ისეთი შეშლილი სახე მქონდა, რომ 9 საათი მაინც არავინ დავლაპარაკებია. საკანში სამარისებური სიჩუმე იდგა. ბოლოს ერთმა ზანგმა ვერ მოითმინა და გამეხუმრა. ხომშვიდობაა გარეთ. კითხვა ვერ გავიგე და გავამეორებინე, მაინც დამარცვი წარმოთქვა. კიდე ვიჭერენ ხალხს? მე კი დამიჭირდა სხვების არ ვიცი. წავიბუტყვიდე ძლიერს, გასაგონა. პატიმრებს გაეცინათ. ასე დაიწყო გაცნობის პროცესი. ისთვის დაგიჭირეს? კითხა ერთ-ერთმა თეთკანიანმა. არაფრის გულისთვის, უბრალოდ რაღაც გაუგებრობაა და მეტი არაფერი. გამოცოცხლდი და ჩემი სიმართლის მტკიცება დავიწყე. აქ ყველანი ანგელოზები ვართ, ყველანი უდანაშაულები. ხო, რას მიყურებ? აქ ყველა უცოდველია, თქვა და საკანში გულიარი ხარხარი ატყდა. მივხვდი, ცხოვრება დიდი გამოცდის წინაშე დამაყენა. ცემას უნდა გაუძლო, მითხრეს და მეც გაუძელი. ახლა ჩემს თანასაკნელებს გაგაცნოთ. ერთ-ერთი ზანგი ათლეტული აღნაგობის იყო, თანაც საკუთარ ძალაში დარწმუნებული. ყველა ზემოდან უყურებდა. მეორე ჩია და გამხდარი. 3 თეთკანიან შორის ერთი აშკარად ლოთი გახდათ. სახეზე შეშუპებოდა და ისეთი უაზრო გამოხედვა ჰქონდა, გონი რომ გვიყურებდა, ვისკის ბოთლებად აღვიქვამდა. დანარჩენი 2 სერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თავიანთ ნაჭუში იყვნენ ჩაკეტილი და გარეთ რა ხდებოდა, სულაც არ აინტერესებდათ. არც მახსოვს, როგორ ჩამეძინა ულეებო და უხეშ აწოზე. ღამით რამდენჯერმე გამეღვიძა, მაგრამ თვალი არ გამიხელია. არ მინდოდა გამოფხიზლებულიყავი. დილით კი ახალ გაღვიძებულზე საციხო საბრძოლო ნათლობა მივიღე,
რაღაც უბრალოდ წალაპარაკება, თუმცა არა შემთხვევით. ნამდვილი მუშტი კრივით დამთავრდა. ზანგპატიმრებთან კამათი მომიხდა. სიტყვა დამთავრებული წარმოქმნდა, რომ ჩიამ უეცრად პიტაპის სახეში მთხრიშა მუშტი, გონება გადამეკეტა, წამოხვდი, ორივე ხელი შევკარი და პიტაპით თავში მივარტყი თავდასხმეს, მაგრამ დარტყმა სუსტი გამომივიდა და ჩიამ მუშტები დამაყარა. მერე გოლიათი ზანგი წამოვიდა, მისი მუშტი რომ მომხვდა, თავით კედელზე მივასკდი და გონებას დავკარგე. თვალი რომ გავახილე, ჯეკი, გოლიათი ზანგი დავინახე. ლოყაზე ხეს მიტყაპუნებდა, გარშემო ყველაფერი კარუსელივით ტრიალებდა, მაგრამ თანდათან ნორმას უბრუნდებოდი, რომ მიტყვიან ჭკუაზე მოვდიოდი. ჯეკი ჩებრუნდა, თავისი საწოლისკენ წავიდა და ჩიას გვერდით ჩამოჯდა. ისხდნენ და ცინიკურად მიყურებდნენ. აშკარად კმაყოფილები იყვნენ თავიანთი ნამუშევრით. დანარჩენი პატიმრებისკენ გავიხედე. ლოთი იწვა და თვალები ჭერისთვის უაზროდ მიეშტერებინა. დანარჩენი ორი ჩემზე უფრო დამთხალი იყურებოდა. ბოლოს ეტყობა, სინდისმა შეაწუხა და ერთ-ერთი მომიახლოვდა. მე ბობი მქვია, კოკა-კოლა საამქროში მუშაობ. ჩემს უფროს თავი გაუტეხე და იმიტომ ვარ აქ. ასია, შენზე ძლიერს თუ არ დაემორჩილები, ყოველთვის დამარცხდები. დაიწყო ფილოსოფოსობა და ჭკუის დარიგება. გაუცებით შევხედე და მიუგე, თუ რამის თქმა გინდა, პიტაპი მითხარით მეთქი. ბობმა მითხრა, ეტყობა კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ ამ ველურებს ნამდვილად ვერ გაუმკლავდები, ამიტომაც რასაც გიბრძანებენ, უსიტყვოდ უნდა შეასრულო. ციხეს თავისი კანონები აქვს. მაგათ უჩვენებს ეს, მუხარი წამოვიწიე. გეყოფა ახლა, მალე ზედამხედველები მოვლე და ხმა არ მოიღო. თავი შეიკავე. შენთვის ასე აჯობებს. ბოლოს სიტყვები ჩუჩულით მითხრა და მივხვდი, რომ ეს აწყალი მაგრად დაებეჩავებინა ზანგებს. ბობმა ფეხზე წამომაყენა, ჩემს აწოლთან მიმიყვანა და რაღაც ჭუჭყიანი სველით ჩვარი დამადო. ბოგმა მახრჩობდა. როგორი ამბავია, ვიღაც ნაგავი პატიმრისთვის გალახო უნდა შემერჩინა. არა, ამას ნამდვილად ვერ გადავიტანდი. შურის ძიებაზე ფიქრი ტვინს მიხვდა და ჯერ თვალებით ბრუღავდი. კარგად ხედავდა, რა ცეცხლი გიზგიზებდა ჩემს სულში. უეცრად წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა. რაღაც კიდევ მითხრა ამრეზილმა, მაგრამ მისი სიტყვებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ორივე ნაბიჯი ჰქონდა ჩემამდე დარჩენილი, რომ მოულოდნელად წამოვარდი, რაც ძალიღ და ღონე ჰქონდა წიხლი მოვიქნია და პიტაპით ფეხებს შუა ვჭედე. ატყდა, მაგრამ რა ატყდა. ეს გოლიათი ისე აღრიალდა, მეგონა კედლები ჩამოინგრეოდა. მისმა არაადამიანურმა ბღავილმა ადგილზე გამაქვავა და ეს დიდი შეცდომა იყო. ჯეკის სიმწყისგან იატაკზე იკლაკნებოდა და მისი ცქერით გართულმა ვერ შევამჩნია, როგორ მომეპარა ჩია ზანგი უკრიდან, თავში რაღაც მძიმე საგანი მომხვდა. Welcome to America. როგორც მერე შევიტყვე, 3 დღე უგონოდ წოლილვა რეანიმაციურ განყოფილებაში. ჩემი ახალი ქუთაისელი მეგობარი დიმა ბაზელი, წნორილი გივი და 10-მდე ქართველი ბიჭი შრომის ბირჟიდან მთელი ეს პერიოდი თურმე სამავტყოფოსთან ტრიალებდნენ და ამით მეტპერსონალიც გაუუცებიათ. იმდენად დიდი ტრაუმა მქონდა, რომ ქირურგები თავიდან იმასაც შიშობდნენ, ვაი თუ სრულ ჭკუაზე ვეღარ იყოსო. ღვთის მადლით ყველაფერი კარგად დამთავრდა, ხოლო როცა თვალი გავახილე, ღიმილიც ვერ შევიკავე. მშვენიერი ქარათმიანი გოგონა მადგა თავს და როცა დარწმუნდა, რომ გონზე მოვედი, ღვთაებრივი ეხმით მითხრა, Welcome to America. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამერიკაშიო. ლამაზ მედას მადლობა გადაუხადე და ახლა მივხვდი, სად ვიყავი. გოგონას ღიმილით გათამამებულმა წამოდგომა დავაპირე, მაგრამ ნურას უკაცრავად წვეთოვანი სისტემა მიერთებინა და მკლავში ნემსი ჰქონდა ჩარჭობილი. ვინაიდან სიარული ჯერ კიდევ არ შემეძლო, გამომძიებელმა რამდენჯერმე პალატაში მომაკითხა. ერთსა და იმავე კითხვებს მისვამდა, პასუხებსაც ერთნაირს ვაძლევდი. საქმე წინა იზროდა და არადა როგორი დასამტკიცებელი იყო, რომ ჩემს მანქანაში, ჩემი სკამის ქვეშ საგულდაღულოდ შენახული ჰეროინის სავსე პარკი შემთხვევით მოხდა და რომ ჰეროინი ცხოვრებაში არასოდეს მინახავს. ლაბირინთიდან გამოსავლის ძიებაში. დიმა ბაზელი ციფრუტივი ტრიალებდა. ძალიან უნდოდა როგორმე დამხმარებოდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. ერთ დღეს დაიწყო. აქედან გასასვლელი ორი გზა არსებობს. პირველი ის არის, რომ ვიღაცამ შენს სახეზე თავდებში $40,000 გადაიხოდოს. მეორე კიდევ ის, რომ მაგარი ადვოკატი უნდა დავიქირავოთ. ადვოკატის აყვანას ერთი ამდენი დაждდება.
ეხ ჩემო დიმა, ორი კი არა, ერთადერთი გამოსავალი ქონია, ფული გვინდა, თანაც ბევრი. სამწუხაროდ ასია, დამეთანხმა დიმამ. ედმონდი ხომ არ გინახავს? ახლა გამახსენდა ჩვენი ფირმის მფლობელი. ნახი არ არის დარწმუნებული, რომ ამ საქმეში სუფთა ხარ. სამაგერო ჩვენმა ბიჭებმა თქვეს, ფულს მოვაგროვეთო, განაგზო დიმამ. საიდან უნდა მოვაგროვოთ ამხელა თანხა? რაღაც გროშებს ძლივს აგზავნით საქართველოში. კიდევ არაფერი, ისეთი ადვოკატი გჭირდება, რომელიც საქმეს აუცილებლად მოიგებს, თორემ ფულიც იკარგება და დიმამ აღარ გააგრძელა. მერე სად ვიპოვოთ ეს ადვოკატი? მოდი ნიგს დაურეკოთ, თან გადავყევით მაგის საიდეც. ჩვენ ხელში დალია სული, შვილებივით უპატრონეთ ან ნიკმა ხომ თვითონაც გითხრა თუ დაგჭირდებითო დამირეკეთო. ნიკი, უაზროდ ვიმეორებდი ამ სახეს. მერე უხერხული არ იქნება? არა, ხვალვე წავა და ყველაფერს ავუხსნი. ნიკი აუცილებლად დაგვეხმარება. სასამართლოს მოლოდინში, ურბანის სახალხო ციხეში. იმ დღის შემდეგ დიმა 3 კვირა არ გამოჩენილა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ყველამ ბედის ანაბარა მიმატოვა. ერთხე დილით კი ბადრიკი დამადგა თავს. თანა სამკაციანი ჯგუფი, ეტყობა ნამდვილი ჩხუბისთვის რეპუტაცია ჰქონდა მოპოვებული. განვიმატეს, რომ ნიუ-იორკის შტატის ციხეში უნდა გადავიყვანე. კი, მაგრამ ჯერ სასამართლო არ ყოფილა და ციხეში რისთვის მიყავართ? გავაპროტესტე. ჩვენ ხოლმე ბრძანებას ვასრულებთ, არავითარ განმარტებას არ ვიძლევით. ცივად მიპასუხა ერთ-ერთმა. იცით თუ არა, რომ ამით თქვენ უხეშად არღვევთ ადამიანის უფლებებს. გამახსენდა, რომ ამერიკაში ყველას ადამიანის უფლება და დაცვა აკერია პირზე. მოკეტე ახლა და შენი უფლებები იქ დაიცავე, სადაც მიგაბრძანებ. ისე დამიბრიარა თვალები ერთ-ერთმა, რომ მივხვდი, კამაც აზრი არ ჰქონდა. ცოტა ხანში ნიუ-იორკის შტატის ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ცენტრის ქალაქ ურბანის სახალხო ციხეში ამოყავი თავი.